ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალს დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ ტერორიზმზე, როგორც პრობლემაზე და გამოწვევაზე ღიად საუბარი. პოლიტიკურ შეფასებებს თემაზე ნინი გოგიშვილი გაგვაცნობს. ოფიციალური თბილისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში მოქმედი ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება მინისტერიალი, სადაც ყველა სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ პოლიტიკური ტერორიზმი არის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც უფრო და უფრო მძლავრი ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მინისტერიალზე მიწვეული არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ ხედვას წარადგენს. მეორე მხრივ კი ოფიციალური თბილისისთვის სიმბოლურია, რომ საქართველოს ამერიკას შორის ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების გზაზე მაკა ბოჭორიშვილი სწორედ მარკო რუბიოს გვერდზე დგას. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ სამწუხაროდ საქართველოს არის იმის კარგი მაგალითი, თუ როგორ იხარჯებოდა უცხოური ფინანსები პოლიტიკური ძალადობისა და ტერორიზმის წასახალისებლად. დღეს ვრცლად ისაუბრა მამუკა მდინარაძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, თუ როგორ დაზიანდა ეს ურთიერთობა წინა ადმინისტრაციის პირობებში და პირდაპირ თქვა კონკრეტული მაგალითებით, რომ სწორედაც რომ წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკურ ტერორიზმს ახალისებდა და ამის მაგალითად მათ შორის დაასახელა კელი დეგნანის საქმიანობა და შეიძლება ითქვას, რომ მან შეაფასა მისი დიპლომატიური საქმიანობა როგორც ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული საქმიანობა. მან თქვა ისიც, რომ არაერთ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების ლიდერებმა დააფიქსირეთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მიიღება, ამიტომაც შესაძლო ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ახლა ბურთი სწორედ მოქმედი ადმინისტრაციის მოედანზეა. ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის გვერდით დგას, სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას, ხაზს უსვამ სიტყვებს შესაძლო ნორმალიზების გზაზე. ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან. საქართველოს საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რასაც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებთ, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. და ეს მწარე გამოცდილება, ეს ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში. ვინ ეკითხებოდა ანკელი დეგნას ან რომელიმე ელჩს თუნდაც, ვინ ეკითხება რაღაცა კანონის შეფასებას დემოკრატიის შავდღე დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატების წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასე უხეშად და ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით, ვერბალური ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ჩვენ. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შესახებ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილება და მეორე ბურთი მართლაც არის ამერიკელების მოედანზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უკვე იმისათვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ ეს არის გარდაუვალ ადრე თუ გვიან საქართველოს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლოს სიტუაციის ნორმალიზება. საქართველოს განსაკუთრებული ობიექტია პოლიტიკური ტერორიზმისა, ამავდროულად თავდასხმისა, დემოკრატიული ინსტიტუტების გარედან დაფინანსებით და გარედან მართვით, წაქეზებით ჩამოშლის მცდელობების 4 წლის განმავლობაში 5 რევოლუციური მცდელობის მოწყობის გზით ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს და ეს ვერ დასრულდება თუ არ გაერთიანდებიან სახელმწიფოები. დამარცხების ერთადერთი საშუალება და ერთადერთი მაგალითი იქნება მხოლოდ საქართველოზე თავდასხმების შეჩერება და თავდასხმების შეწყვეტა. ჯერ კიდევ მათ არჩევნებამდე ისაუბრეს ამ თემებზე, მოსვლისთანავე ვინც იყვნენ ამ პოლიტიკური ტერორიზმის მთავარი დამფინანსებლები, USAID, NEDI და ეს ორგანიზაციები გააუქმეს და ამ ფორმულირებით გააუქმეს, რომ ისინი უცხო ქვეყნის შინაურ საქმეებში ერეოდნენ და ძალადობას უწყობდნენ იქ ხელს. ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალი გუშინ დაიწყო და გუშინვე მარკო რუბიომ პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური ტერორიზმი უფრო და უფრო მეტად მძლავრი გახდა, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება ამ მინისტერიალს. ესწრება მაკა ბოჭორიშვილი მართულ გუნდში სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი ობიექტი პოლიტიკური ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიმართულებით.